შიდა ქართლის სპორტული თამაშების ფარგლებში ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვედურეთის ღია საჭიდაო არენაზე რეგიონის გუნდური პირველობა გაიმართა ქართულ ჭიდაობაში. ასპარეზობა ოლიმპიური სისტემით ჩატარდა, გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებსაც ფულადი პრიზები, თასები და მედლები გადაეცათ. პირველი ადგილი გორმა დაიკავა, მეორეზე კასპი გავიდა, მესამე ადგილს ქარელი დასჯერდა, ხოლო მეოთხე პოზიცია ხაშურმა მიიღო. შიდა ქართლის სპორტული თამაშები შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით 2022 წლიდან იმართება სპორტის 4 სახეობაში, ესენია ქართული ჭიდაობა, ფეხბურთი, კალათბურთი და მარათონი. დღევანდელი შეხვედრა იყო სპორტული ღონისძიება, ქართული ჭიდაობა, ჩატარდა რეგიონებს შორის გუნდური ჩემპიონატი, შიდა ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაციის თაოსნობით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირი, რათა მოსახლეობისთვის იყოს ხელმისაწვდომი ყველა სპორტული მიმართულება და რა თქმა უნდა ჯანმრთელი ცხოვრების წესის დანერგისთვის არის კიდევ მნიშვნელოვანი. შეჯიბრებას ზემო ხვედურეთის არენა მომასპინძლა და ქარელის მუნიციპალიტეტმა. გამარჯვებული გახდა გორის გუნდი. მეორე ადგილზე გავიდა კასპი, მესამეზე ქარელი, მეოთხეზე ხაშურის გუნდი. შიდა ქართლის თამაშების ფარგლებში ეს მეორე შეჯიბრებაა. გუშინ იყო კალათბურთში რეგიონის პირველობა, დღეს აგერ ქართული ჭიდაობა, ხვალ არის მარათონი გორში, ანუ 20 სექტემბერს და შემდეგ იქნება ფეხბურთი, რომლის ფინალური შეხვედრებიც ჩატარდება 26 სექტემბერს ხაშურში. დღეს გაიმართა შიდა ქართლის ჩემპიონატი ქართულ ჭიდაობაში. ჩვენმა დარბაზმა მივიღეთ მონაწილეობა გორის დარბაზმა, ჩავატარეთ ორი შეხვედრა და ორივე გამარჯვებით დავასრულეთ, გავხდით ამ ტურნირის ჩემპიონები და ძალიან გახარებულები ვართ გორელი სპორტსმენები. 2022 წლიდან ვატარებთ შიდა ქართლის ზაფხულის სპორტულ თამაშებს, რომლის მიზანი არის ჯანმრთელი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში და მოზარდებში. არა ნარკოტიკს, ჯანმრთელი ცხოვრების წესით რო იცხოვრონ მომავალმა თაობებმა და უფროსებმაც და რეგიონის მასშტაბით მეოთხე წელია ვატარებთ ამ ღონისძიებას. ჯერ ტარდება მუნიციპალიტეტების ჩემპიონატები, სხვადასხვა სპორტის სახეობაში, 4 სპორტის სახეობაში ვატარებთ. ქართული ჭიდაობა, კალათბურთი, ფეხბურთი, გარბენი გვაქვს კიდევ, ხვალე გარბენი გვექნება გორში. ხო და გუშინ კალათბურთი ჩავატარეთ და რეგიონის ჩემპიონატ შემდეგ 23-ში გვაქვს ნახევარფინალი ფეხბურთში, ნახევარ და 26-ში ფინალები იქნება. შიდა ქართლის ჩემპიონი გამოვლინდება ფეხბურთში, კალათბურთში, კასპის გუნდმა გაიმარჯვა. და ესე ვცდილობთ, რომ ჯანმრთელი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია შეუწყოთ ხელი ჩვენს რეგიონში.